გამარჯობათ. ჩვენი შემდეგი გადაცემა ეძღვნება ჯაფარიძეების ოჯახს და უშბის დალაშქრის ისტორიას. ჯაფარიძეების ოჯახი ეს გახლავთ ძალიან ცნობილი ოჯახი იმ პერიოდში საქართველოში. არა მარტო მთასვლელური თვალსაზრისით და როგორც მთასვლელები ხო განსაკუთრებული ოჯახი გახლავთ, იმიტომ რომ ისეთი ცნობილი მთასვლელები მიცა საქართველოს სამ ოჯახმა, როგორც იყვნენ სიმონ ჯაფარიძე, ალეშა ჯაფარიძე და ალექსანდრა ჯაფარიძე. სამივე ლეგენდარულ მთასვლელებად ითვლებიან დღესაც. პირველი ტრაგედიაც ქართულ ალპინისტში სწორედ ჯაფარიძეების ოჯახთან არის დაკავშირებული. სიმონ ჯაფარიძე და პიმენ დვალი იყვნენ პირველი მთასვლელები, რომლებიც დაიღუპნენ ქართულ ალპინისტში. და ეს ტრაგედია მოხდა 1929 წელს მწვერვალ თეთრნულიძეზე. როდესაც მათ დალაშქრეს მწვერვალი და დაშვებისას დაიღუპნენ პიმენ დვალი და სიმონ ჯაფარიძე. ზუსტად ერთი წლის თავზე და-ძმამ ალექსანდრამ და ალეშა ჯაფარიძეებმა გადაწყვიტეს დაელაშქრათ თეთრნულიძე. ეს ზუსტად წლის თავზე მოხდა, მოგახსენებთ და წარმატებით დალაშქრეს მწვერვალი. აი ესე იწყება ჯაფარიძეების ოჯახის ისტორია. დაიწყო ფაქტურად ტრაგედიით, სიმონ ჯაფარიძის დაღუპვით. პიმენ, სიმონ, ალექსანდრე და ალექსანდრა ჯაფარიძეები. 4 შესანიშნავი მთამსვლელი ერთი ოჯახიდან. Симон Джафаридзе был одним из пионеров советского альпинизма. Он погиб в 1929 году во время восхождения на вершину Тетнульда. В годовщину гибели Симона на вершину Тетнульда поднялись его брат Алеша и сестра Александра. შემდეგი, ასე ვთქვათ, ფურცელი ჯაფარიძეების ოჯახიდან დაკავშირებული არის მწვერვალ უშბასთან. მოგეხსენებათ, უშბა გახლავთ ძალიან ცნობილი მწვერვალი, არა მარტო კავკასიონზე, ითვლება რომ უშბა ერთ-ერთი რთული მწვერვალია კავკასიონისა და მინდა მოგახსენოთ რომ ინგლისში არსებობდა უშბისტების კლუბიც კი, უშბის დამლაშქრა ხალხთა კლუბი იყო ასეთი ჩამოყალიბებული გახლავთ ინგლისში. და საერთოდ უშბა დაილაშქრა 1898 წელს. პირველი ასვლა მოახდინა ცნობილმა ინგლისელმა მთასვლელმა გოკინმა, მაგრამ მე ვიწყებ ჩვენ ახან ქართულ ალპინიზმზე გვაქვს საუბარი, მას შემდეგ რამოდენიმე ასვლა განხორციელდა კიდევ უშბაზე, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ აი სწორედ 1934 წლით, როდესაც მოხდა პირველი ქართული და პირველი აგრეთვე იმ პერიოდისთვის ითვლებოდა რომ პირველი საბჭოთა ასვლაც უშბაზე. ეს მოხდა მოგახსენებთ უკვე რომ 1934 წელს ალეშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. საკმაოდ დიდი ექსპედიცია ჩავიდა იმ პერიოდში სვანეთში და ექსპედიციის შემადგენლობაში შედიოდნენ ისეთი ცნობილი მთასვლელები იმ პერიოდისა, როგორც იყვნენ თავისთავად ალეშა ჯაფარიძე ხელმძღვანელი, ალექსანდრა ჯაფარიძე, გიონი გურიანი და იაგორ კაზალიკაშვილი. ეს იყვნენ მოიერიშე ჯგუფი. ამავე დროს მოიერიშე ჯგუფში შედიოდა სანდრო გვალიაც, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც პერიოდის შემდეგ, სავარჯიშო გასვლების შემდეგ სანდრო გვალიამ უარი განაცხადა ასვლაზე. ექსპედიციაში მონაწილეობას ღებულობდა მიქელ პატარიძეც და მთელი გუნდი დაბანაკებულები იყვნენ, უკაცრავად ლევან მარუაშვილიც და მთელი გუნდი დაბანაკებულები იყვნენ ცნობილი ეგრეთ წოდებული უშბის დიასახლისის სახლში, მაკრინე ქურდიანი გახლავთ ესეთი ქალბატონი, რომელიც ცხოვრობდა სამწუხაროდ გარდაიცვალა უკვე კარგი ხანი არის, ცხოვრობდა სოფელ მაზერში და მისი სახლი იყო უშბაზე წამსვლელი მთასვლელების ბინა ყოველთვის. და ამიტომ მას უშბის დიასახლის უწოდებდნენ და ქალბატონი მაკრინე 94 წელს როცა ჩვენ მიყავით ზამთარში უშბის რაიონში, მაშინაც კი ცოცხალი იყო და მაშინაც კი მე მახსოვს მისი სახე არ დამავიწყდება არასდროს. და აი სწორედ მის სახლში
და მის მეუღლე გახდათ გერმანე მემარნიშვილი, აი ამ ოჯახში დაიდეს ბინა ამ ექსპედიციამ დაიდო ბინა და აქედან მოხდა სწორედ განხორციელდა ეს ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ასვლა. ხა ამ ასვლის შესახებ ძალიან ბევრი რამ არ არის, რა თქმა უნდა, ცნობილი, მაგრამ ცნობილი არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. მე მინდა ამ ფაქტს გაუსვა ხაზი, როდესაც მიადგენ უკვე წითელ კუთხეს, წითელი კუთხის გავლით ხდებოდა ეს, ესე იგი, ესე ქვია მარშრუტს დღესაც წითელი კუთხის გავლით მარშრუტი. ეს გახლავთ უბრალოდ წითელი ფერის კლდეები და ამის გამო დაარქვეს წითელი კუთხე. ასე ვთქვათ, კომუნიზმთან და წითელებთან არავითარი ასე ვთქვათ არ აქვს შეხება ამ ფერს, ამ სახელწოდებას. როდესაც გაიარეს ეს რთული მონაკვეთი, მოხდა ისე, რომ ამ რთული მონაკვეთის გავლისას შემოაღამდათ და იძულებული გახდნენ, დაშვებულიყვნენ, იმიტომ რომ როდესაც გაიარეს რაღაც კლდის მონაკვეთი, ზემოთ იყო პატარა ბაქანი, იქ ვერ მოხერხდებოდა მთელი გუნდის დარჩენა, გამიზრდება. ამიტომ იძულებული გახდნენ, დაშვებულიყვნენ და აი ამ დროს ალექსანდრე ჯაფარიძემ გამოცხადა გუნდს, რომ მე დავრჩები აქ, გავათენებ მარტო ღამეს ნაბლათში და როდესაც თქვენ ესე იგი როდესაც გათენდება დილა, თქვენ უძლებული იქნებით, ამოხვიდეთ და მე მომაკითხოთ, იმიტომ რომ ხომ არ დამტოვებ თუ აქ ეს მიმართა ძმას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახდა ეთყობა ამ ასვლისა, იმიტომ რომ მეორე დღეს მაინდა-მაინც ეთყობა გაიამინდი არც იყო, ესე არის გადმოცემით, ეს ჩანს კიდევაც ალექსი ჯაფარიძის წიგნში, მაგრამ ისინი იძულებული იყვნენ ასულიყვნენ, იმიტომ რომ ალექსანდრა ელოდებოდათ იქ და აი ესე მოხდა სწორედ აი ავიდნენ ალექსანდრა იქ დახვდათ, გააგრძელეს შემდგომ გზა და ავიდნენ ამ მწვერვალზე. ესე იგი აი ესეთი ძალიან რაღაც საინტერესო ფაქტი მოხდა უშბაზე ასვლის დროს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ ის, რომ აი ეს რთული მონაკვეთი სწორედ პირველმა გაიარა გიონი გურიანმა და იმ დროს მოგეხსენებათ საჭურველი რა თქმა უნდა არ იყო ისეთი როგორც დღეს არის ალპინისტური საჭურველი და ნუ რა თქმა უნდა არც 50-იან წლის საჭურველი არ ჰქონდათ მაშინ იყო რაღაცა ძალიან პრიმიტიული საჭურველი და ცოცვა კლდეზე უძნელდებოდათ იმ ფეხსაცმელებით, რაც იმ პერიოდში არსებობდა და ამიტომ გიონი გურიანმა გაიხადა ფეხზე და ფეხშიშველმა გაიარა ეს რთული მონაკვეთი. აი ესეთი ორი, ასე ვთქვათ, ფაქტი არსებობს ამ ასვლის შესახებ. 1934 წელს დაძმამ ალექსანდრა და ალექსანდრე ჯაფარიძეებმა, იაგორ კაზალიკაშვილმა და გიონი гурიანმა პირველად დაადგეს ფეხი მრისხანე უშბის სამხრეთ მწვერვალს. ეს ქართული ალპინიზმის დიდი გამარჯვება იყო. Книги Джафарица о восхождении на Ужбу, об экспедиции на Памир. За участие в этой экспедиции он был награжден почетной грамотой «Герой Памира». Джимарай. Документальный киноматериал, снятый в 1938 году во время Всегрузинской альпиниады. Вот Алеша Джафаридзе. Он ведет на штурм трудной вершины 65 альпинистов. Они победили. На вершине была установлена скульптура великого Сталина. ალექსანდრე ჯაფარიძის შესახებ უამრავი შეიძლება ილაპარაკოს კაცმა, იმიტომ რომ ჯერთი ალექსანდრე ჯაფარიძე გახდათ ის ქალბატონი, რომელმაც პირველმა დაიპყრო უშბა და შემდგომშიც და მანამდეც უამრავ მწვერვალზე არის ნამყოფი ქალბატონი ალექსანდრა, მაგრამ მისი ასე ვთქვათ პორტრეტი მაინც დღეს დღევანდელ მთასვლებს, ვინც ვეტერანები არიან, ვინც აღარ დადის უკვე მთაში, ახსოვთ მაინც პიონის სასახლიდან. და მისი სახელი დაკავშირებულია ძალიან სერიოზულად აი სწორედ მთასვლელურ სექციასთან, პიონის სასახლის მთასვლელურ ნორჩ მთასვლელთა სექციასთან, რომელშიც უამრავი შემდგომში ცნობილი მთასვლელი გაიზარდა. და სწორედ ქალბატონ ალექსანდრეს დამსახურება არის, რომ შეიქმნა ესეთი კაბინეტი, მთასვლელობის კაბინეტი და მოგზაურთა კაბინეტი და მისი ხელმძღვანელობით ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ღონისძიებები ტარდებოდა იმ დროისთვის, ხდებოდა
ხეობიდან ხეობაში გადადიოდნენ, აკეთებდნენ მარტივ ასულებს მწვერვალებზე და რა ვიცი, უამრავი მოგზაურობა და უამრავი ლაშქრობა ჩაატარა ქალბატონმა ალექსანდრემ და ასე ვთქვათ, მისი სახელი აი ალექსანდრ ჯაფარიძეების ოჯახიდან ყველაზე დიდხანს შემორჩა ქართულ ალპინისტს, იმიტომ რომ ყველა დიდხანსაც ქალბატონმა ალექსანდრემ იცოცხლა. კინოატორის პირველ გამხმართა შორის იყო ქალიც. შემდეგში სახელგანთქმული ალპინისტი ალექსანდრე ჯაფარიძე. ალექსანდრე ჯაფარიძე, მარინე უთმელიძე, დინეზა გოზალიშვილი. ამ მამაც ქალთა წინაშე მრავალ მწვერვალს მოუხრია ზვიადი ქედი. დღეს პირველი საბჭოთა მთასვლელი ქალი, ალპინიზმის ნორჩ მოყვარულთა საპატიო სტუმარია. ბევრი რამის მოყოლა შეუძლია მათთვის ალექსანდრას, მაგრამ მთავარი მაინც უშბის დაპყრობაა. ეს დოკუმენტური კინოკადრები გადაღებულია 1946 წელს, როცა გულადი მთასვლელი მეორედ ლაშქრავდა მიუვალ უშბას. წლებმა თავისი გაიტანეს და ახლა მომავალ თაობებს ასწავლის მწვერვალთა დაპყრობის საიდუმლოს სახელოვანი მთასვლელი ქალი, თებთან ჭიდილში უშბასავით გათეთრებული. ჯაფარიძეების ოჯახი და არა მარტო ჯაფარიძეების ოჯახი, საერთოდ მთასვლელები, ყველა დროის მთასვლელები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მეცნიერებთან, კერძოდ ისტორიკოსებთან და არქეოლოგებთან. და ეს ასე ვთქვათ, მათი ტექნიკური და ფიზიკური მომზადება იძლეოდა საშუალებას იმ პერიოდში სწორედ დაელაშქრათ და შესულიყვნენ სწორედ ალპინისტური ტექნიკის საშუალებით შესულიყვნენ იმ გამოქვაბულებში, რომლებიც იმ დროისთვის ჩვეულებრივი ჩვეულებრივი ხალხისთვის, ასე ვთქვათ, მეცნიერებისთვის ეს შეუძლებელი გახდათ და აი ამ პერიოდში ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს დასრულებამ და განსაკუთრებით ჯაფარიძეების ოჯახმა მეცნიერებს. ეს იყო ექსპედიცია შიომღვიმის მონასტერის ზემოთ მდებარე გამოქვაბულებში, ეს იყო კაცხის სვეტზე ჩატარებული ექსპედიცია, როდესაც ალექსი ჯაფარიძემ ავიდა პირველი კაცხის სვეტზე და იქ ნახა მონასტრის ნანგრევები და ცნობილი ექსპედიცია, რომელიც მოეწყო ხვამლის მთაზე, ხვამლის გამოქვაბულების შესასწავლად. Большую услугу Алёша Джафаридзе оказывал археологам. Он проник в пещеру, крепость Хвамли. В ней, по свидетельству летописей, находилось государственное казнохранилище Грузии. По 300-метровой отвесной скале. Здесь под руководством Джафаридзе были проведены археологические раскопки и исследования. В этом году неутомимый альпинист решил осуществить свою давнишнюю мечту. Непрерывный траверс вершин массивов Ужбы и Шельды. Труднейшая задача международного класса. 25 сентября экспедиция выступила на Ужбу. მე მინდა კვლავ დავბრუნდე ალექსი ჯაფარიძეს ამ უნიკალურ მთასვლელს. ეს გახდათ, არ ვიცი, შეიძლება თამამად ითქვას, რომ აი თუ კი ვინმე ქართულ ალპინიზმში არსებობდა და დღეს არსებობს, ალექსი ჯაფარიძე შეიძლება ჩაითვალოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მთასვლელად, იმიტომ რომ მან დაიწყო სწორედ რთული ასვლების კეთება საქართველოში. ეს გახდათ პირველი მისი